ქართველი ბლეიზ მეტრეველი მსოფლიოში ყველაზე საიდუმლო სამსახურის Mi-6-ის ხელმძღვანელი ხდება. Mi-6-ის 116 წლიან ისტორიაში პირველად მას ქალი უხელმძღვანელებს, BBC ღია მონაცემებით, მეტრეველი ქართული წარმოშობისაა. მისი გვარიც ქართულია. ბლეიზ მეტრეველი დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი გახდება. ის 2025 წლის ბოლოს ამჟამინდელ დირექტორს რიჩარდ მურს შეცვლის და სააგენტოს მე-18 ხელმძღვანელი გახდება. 47 წლის მეტრეველი ამჟამად ტექნოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს, რომელიც აგენტების დაცვასა და სათვალთვალო სისტემების გვერდისავლით საშუალებების შემუშავებაზეა პასუხისმგებელი. მანამდე ის Mi-5-ში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში მუშაობდა. მეტრეველი ქართული წარმოშობისაა. მეტრეველი უძველესი, თავდაპირველად ქართული გვარი არის, მისი წარმოშობა მომდინარეობს სიტყვიდან მეტრევი, დასახლება რაჭის რეგიონში, ჩრდილოეთ საქართველოში. მან ანთროპოლოგია კემბრიჯის პემბროკის კოლეჯში სწავლობდა. 2024 წელს, ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში დამსახურებისთვის, იგი წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის კომპანიონად დაინიშნა. ბლეიზ მეტრეველი სერჟანტი სპიკერი. ბლეიზ მეტრეველი დაზვერვის სამსახურს 1999 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის დროს შეუერთდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს 6-ის პირველი ქალი უხელმძღვანელებს. ბლეიზ მეტრეველი, კარიერული დაზვერვის ოფიცერი, რომელიც სამსახურს 1999 წელს შეუერთდა, შემოდგომაზე სერ რიჩარდ მურს შეცვლის და სამსახურის მე-18 უფროსი გახდება. მეტრეველმა, რომელიც გასულ წელს სერჟანტი სპიკერი გახდა, განაცხადა, ჩემთვის პატივი და მოკრძალებაა, რომ ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობა მთხოვეს. Mi-6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს Mi-5-თან და GCA-თან ერთად ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დიდი ბრიტანეთის ინტერესების საზღვარგარეთ წინ წამოწევაში. მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს გაგრძელებას Mi-6 ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად. ბრიტანული დაძმობილებული სადაზვერვო სააგენტოებისგან განსხვავებით, Mi-6-ის 1909 წელს დაარსების დღიდან არასდროს უხელმძღვანელებია ქალი. Mi-5-ის ადრე სტელა რიმინგტონი და ელიზა მენინგემბულერი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო GCIG-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ენკისტ ბატლერია, პირველი ქალი ხელმძღვანელი, იხსენებს ზიგუარდიან მეტრეველის დანიშვნა ცხოვრების ხელოვნების ბაძვის მაგალითია. კინომოყვარულებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ თამაშობდა ჯუდი დენჩი ფრენჩაიზის 17 წლიანი არსებობის განმავლობაში ჯეიმს ბონდის უფროსის, როლს 007-ის ფილმებში.